იქ დიდი კენკრის აუზივითაა. ის მხოლოდ რამდენიმე დღის იქნება. ეს ჩვენი სახლი იქნება. ო, არა. ის ნავი, რომელიც ჩემს უკანაა, დამტოვა აქ, ბიჭებო. და ჩვენ ვცდილობთ გადავშჩეთ ამ კუნძულზე მომდევნო რამდენიმე დღე. საკვების, თავშესაფრის და საკმარისი წყლის გარეშე, რომ აქ გავძლოთ. ეს იქნება ერთი გიჟური სოლო გადარჩენის გამოწვევა ამ კუნძულზე და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე გადავჩებით. ეს თითქმის იგივეა, როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნა კუნძულზე, ან ნავის ჩაძივა სანაპიროსთან ახლოს და შენ უნდა გაცურო ნაპირზე. უნდა ვიპოვოთ საჭმელი. უნდა ავაშენოთ თავშესაფარი და უნდა მოვიპოვოთ სითხე. სხვა შემთხვევაში შანსიც არ გვაქვს, რომ გადარჩენას შევძლებთ, სანამ არ მოგვაკითხავენ. ასე რომ ზურგს ჩანთა დავცალეთ და ეს არის ყველაფერი, რაც გვაქვს მომდევნო რამდენიმე დღის გადასარჩენად. ნახევარი ბოთლი წყალი გვაქვს. მე საკმარისი არ იქნება. ასევე გვაქვს მაჩეტე. უნდა შევძლოთ მისი გამოყენება ვილაში. ნებისმიერი ცხოველი, რომელსაც ვიპოვით. აქ გვაქვს ნიღაბი, რომელიც მოგცემს საშუალებას ჩავპინტოთ GoPro, ბატარეები და დრონი შიგნით. ძველი სანთებელები აქვეა. საპოინტი ფარფლები, ჰიდროკოსტიუმის ზედა ნაწილი, რომ რიფისგან დამიცვას და ეს იარაღი აქვე. ვიმედოვნებ, რამეს დავიჭერთ ამ აპარატით, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე კუნძულებზე საჭმელი მოვიპოვოთ. ასევე მაქვს ჩემი საფირმო სწრაფი აღდგენა. თქვენიცით, ამას მხოლოდ მაშინ გამოვიყენებებ, როცა აქ კუნძულზე ყველაფერი უკიდურესად დამძიმდება. შავალაგეთ ზურგჩანთას და დავიწყებთ სანაპიროს გასწვრივ სეირნობას. რადგან ეს მოგცემს რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება აქ გადარჩენაში და იმედია, გადარჩენაში დაგვეხმარება. აქ დაახლოებით 3 სხვადასხვა მოქცევის კვალია. ზევით გვაქვს ყველაზე მაღალი მოქცევის კვალი. ეს ალბათ დიდი მოქცევის ხაზია. ხოლო ქვემოთ პატარა მოქცევის ხაზი. და სწორედ აქ გვინდა მოვძებნოთ. შეგიძლიათ ნახოთ, შეხედეთ ამას. სერიოზულად, ვიპოვეთ ვიღაცის შარდის ბოთლი. კაცო, არანაირად არ შეგვიძლია ეს დავრიოთ. შეხედე რა არის შიგნით. შეხედე ამას აქ. ეს არის უზარმაზარი კიბორჩხალის კლანჭი. და არ ვიცი რა ჯანდაბას აკეთებს ეს აქ, რადგან ეს ღია ოკეანეა. ეს მანგროს სისტემა არ არის. შეხედეთ. გვაქვს უზარმაზარი სასაფლაო, სადაც უამრავი ნაგავია გამორეცხილი. ალბათ შეგიძლია ეს გამოიყენო. ეს თითქმის თხელ იოგას ხალიჩას გავს. და ჩვენ შევძლებთ ამის გამოყენებას მოგვიანებით, როცა თავშესაფარს ავაშენებთ. გაჩვენებ, რას გავაკეთებთ ამით. აქ ძველი თუნუქის ქილა. თუ რამეს ამაში მოუხარშალთ, 100%-ით ტეტანუსს ავიკიდებთ. შეხედე, რა ჟანგიანია ეს. როგორც ხედავ, ამ ქოქოსების უმეტესობა ძალიან ელპება. ერთი ვიპოვე. კარგი ძმაო, პირველი ვიპოვეთ. თქვენს გესმით ეს ხმა? ქოკოსი ვიპოვეთ. შიგლით ცოტა სითხით. არ ვიცი, ეს ამე გაფუჭებულია თუ არა. უნდა გავხსნათ, რომ ნახოთ. ბევრი არ იქნება ბიჭებო, მაგრამ რაღაცა. კარგად ვართ. ზურგჩანთაში რამდენიმე რამ ვიპოვეთ, რაც დაგვეხმარება. კიდევ ცოტა გვაქვს გასავლელი, ალბათ რამდენიმე ასეული მეტრი, სანამ ეს ნამსხვრევები დასრულდება. არც ერთი ნაკვალევი, არც ერთი ნავი, არაფერი. მხოლოდ მე და თქვენ ვართ აქ და ირგვლივ არავინ ჩანს. შეხედეთ ამას. რა არის ეს კაცო? ეხლა მოდით ერთ ხრიკს გაჩვენებთ. აქ ძველი საფეხბურთო ბურთი ვიპოვე, მაგრამ რომ ამ კუნძულზე ქუდის გარეშე მოვხვედრილიყავი, ამას 100%-ით გამოვიყენებდი კვირის ყველა დღეს. ხუმრობთ? მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ Wade Papenpusis, Offshore Tales-ის საფირმო ქუდს. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე უაზროდ დახაბჯული საფეხბურთო ბურთი. ღმერთო ჩემო. ეს უზარმაზარი კალმარის ხერხემალია. ეხლა ბიჭებო, თუ ჩვენი დანა ბლაგვი იქნებოდა, ამ კალმარის ხერხემალს შეგიძლიათ გამოიყენოთ დანაების გასასვლესად, მაგრამ ჩემი დანები ეხლა საკმაოდ ბასრია. ღმერთო ჩემო კაცო, ეს ძალიან გამოგვადგება. ხვალ დილით. მე და თქვენ ბიჭებო, 100%-ით დავლევთ ყავას. თუ რაიმე სითხის შეგროვებას შევძლებთ, ამას ზურგჩანთაში ჩავდებთ ბიჭებო. როცა კაპიტანმა ცოტა ადრე დამტოვა, მითხრა, რომ დილის პირველივე საათებში კუნძულის მეორე მხარე შემემოწმებინა. არ ვიცი რას გულისხმობდა, მაგრამ ხვალ დილით წავალთ. მაგრამ ჯერ თავშესაფარი უნდა ავაშენოთ. აქვე ამ სანაპიროს ბოლომდე დავათვალიერებს და მერე პირდაპირ ბანაკში დავბრუნდებით. შეხედეთ ამას აქ. მკვდარი ჩიტი ვიპოვეთ, კაცო! რამდენიმე დღის უნდა იყოს. ეს ის ჩიტებია, ბიჭებო, რომლებსაც ხედავთ ციდან პირდაპირ ოკეანეში რო ეშვებიან და თევზებს იჭერენ. ეს ნამდვილი დიდი ჩიტია. საშინლად ხარს, კაცო. 60-ში განისვენე ძმაო. კომენტარებში მომწერეთ ბიკებო, რა დავარქოთ იმ მკვდარ ჩიტს. კაცო, ნამდვილი ლეგენდა ჩანდა, ეგ არსება. 100%-ით დაიპყრობდა ოკეანეს. ნახეთ რა ვიპოვე. საბოლოო ფიესტას ქუდი. კუნძულებზე საცეკვაო წვეულებაზე მივდივართ. აი ეს მაცვია ძმაო.
როცა ამ სანაპიროს ვედებ ბიჭებო, ვფიქრობ რა იქნებოდა ჩემი ოცნების ნივთი რომ აქ მეპოვნა. კომენტარებში ახლა მომწერეთ. თუ თქვენთან ერთად ამ კუნძულზე ეხლა ერთ რამეს იპოვიდით, რა იქნებოდა ეს და რატო? პრობლემები გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ ინდი ჩემს გარშემო ეხლა. სვიმა გადმოიღვარა და არ ვიცი რა მოხდება შემდეგ დღეებში. ასე რომ უნდა დავიწყოთ თავშესაფრის აშენება. პირველ რიგში უნდა დავთმუნდეთ, რომ მაღალი მოქცევის ხაზის ზემოთ ვაშენებთ. სწორედ აქ. ეს ჩამოვარდნილი ხის ჯირკი იქნება ჩვენი საკრდენი. აქვე ავაშენებთ. აქ საკმაოდ მყარად უნდა ამოუთხაროთ ორმა. ეს იქნება ჩვენი თავშესაფრის განივი, მორი. ეხლა უბრალოდ უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს ძალიან მჭიდროდ არის მოთავსებული ბიჭებო, მაგრამ ის მაგრად არის ჩაჭედილი მის ქვეშ. კარგი, ამ Y ფორმის დოტს აქ გამოვიყენებთ და რეალურად ჩვენი განივი მორის ქვეშ მოვათავსებთ როგორც დამჯერს. ეხლა რაც მოხდება ისაა, რომ რაც უფრო მჭიდროდ დავტენით, მით უფრო დააწვება მას. რაც ნიშნავს, რომ ღამით არ ჩამოიშლება ჩვენზე. დრო ეს ყველაფერი შევავსოთ. ეს თეთრი ქერქის ნაჭრები ტენიანობის შემოსვლას შეაჩერებენ და ძალიან კარგ ჩრდილსა და დაცვას მოგცემს. ეს არის რაც გვინდა. შეხედე იმ ღრუბლებს. ეს კარგი არ არის. ჩვენი გეგმა ეხლა ესეთია. რაც შეიძლება მეტი ხვრელი ამოვავსოთ ჩვენს თავშესაფარში. იმ ხეს გამოვიყენებთ. ამოუწევთ, გამოუცდით და პატარა ზეიმს მოვაწყობთ. მოდი შიგნიდანაც შევხედოთ. ეს ჩვენი სახლი იქნება. ცოტა მოგვიანებით ჩრდილსაც მოგცემს. თუ დღეს ღამით წვიმა დაიწყება, თითები გადავაჯვარედინოთ, ეს ცოტა უფრო თბილად დაგვიცავს, ვიდრე პირდაპირ წვიმაში ყოფნა. შევძელით, ბეიბი. ჩვენ აქ კუნძულზე სახლი გვაქვს. წავიდეთ. თელი ძალით მუშაობდი, ბიჭებო. ვიცურებოდი როგორც მსუქანი ბიჭი სპინინგის გაკვეთილზე, რომ ეს თავშესაფარი ამეშენებინა. ასე რომ ეხლა ამ კაკალს გავხსნით და ვნახავთ თუ შიგნით სითხეა, კაცო. ვილოცებ რომ ახლა გაფუჭებული არ იყოს. მოდი გავხსნათ. კარგად არ გამოიყურება. მეგონა ამ ქოქოში სითხე იქნებოდა, კაცო. სუნი არ აქვს კარგი. მთელი ზღვის წყალი შიგნით შეღწევია და ძალიან გაფუჭებულია. ძალიან დამწყდა გული რომ ქოქოსი გაფუჭებული იყო. არ მინდოდა ასე მალე დაგვეცქო ჩვენი წყლის ხარჯვა, მაგრამ ნახეთ, უკვე რამდენი დავლიე ბიჭებო. და ეს მხოლოდ ერთი დღის შემდეგ აქვს. მართლა უნდა დავზოგო ჩვენი წყალი, ან სხვა სახის სითხე ვიპოვო აქ. სხვა შემთხვევაში ვერ გავძლებთ მომდევნო რამდენიმე დღეს. ამინდი უარესობისკენ მიდის. როგორც ჩანს, მალე წვიმა დაიწყება. ალბათ მხოლოდ 2 საათი დაგუბრა სინათლეში. და ეს იქნება ჩვენი ერთადერთი შანსი ვნახოთ თუ შევძლეთ რაიმე ვახშმის მოპოვებას დღევანდელი საღამოსთვის. ბიჭებო, მართლა უკეთესად ვერ დავგეგმავდით. ახლახან დავამთავრეთ თავშესაფრის აშენება. ვემზადებით ყვინთვისთვის. შეხედეთ ამ უზარმაზარ ღრუბლებს როგორ მოდიან. დიდი ქარიშხალია ძმაო. წვიმა ახლა ძალიან ძლიერად მოდის, მაგრამ იცით რომ სითხე გჭირდება. მოდი, სწრაფად ავიღოთ ეს ბოთლები. იდეალურად, რაღაც უფრო დიდი გჭირდება, რაღაც სახის ძაბრი. სწრაფად ვიდმენთ გარშემო, ნახავთ რას ვიპოვით. მე უბრალოდ მარტივ ძაბს დავაკენებ. როცა წვიმს, მთელი თვალი აქ ჩამოვა და ჩაედინება. ავიღოთ ფარფლები და შუბი. დროა სანადიროდ წავიდეთ ძმაო. წავედით.
გავაკეთეთ ეს ძმაო. დიახ და ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თევზი დავიჭირეთ ბიჭებო. ეს სინამდვილეში ტროპიკული კამბალაა და ეს მეორეა, რომელიც ოდესმე დამიჭერია ჩემს ცხოვრებაში ბიჭებო. ისინი იდეალურია ამ ხელის შუბით სანადიროდ. ისინი ძალიან უცნაურად მოძრაობენ, მერე კი ქვიშაში იმალებიან. თითქმის ცეკვასავით ირხევიან და მე უბრალოდ ირხევიან და მე უბრალოდ იქსხედან. შეგიძლია მიუახლოვდე, ჩუმად მიპარო და ესროლო. ამ ცხოველის თითოეული მხარე სრულიად განსხვავებული ფერისაა. ეს იმიტომ, რომ ის მხარე ქვიშაში მიდის. ხოლო მეორე მხარე უნდა შეერწყას რიფს და ყველაფერს მის გარშემო. ამიტომაც ქვია ამას ტროპიკული კამბალა, რადგან ხედავთ, რომ მას აქვს ეს საოცარი ლურჯი ლაქები. მას ორივე თვალი ერთ მხარეს აქვს. და როცა ისინი პატარები არიან, თვალი სინამდვილეში მეორე მხარეს აქვთ. ზრდასთან ერთად კი თვალი მეონელა გადაადგილდება და ორივე თვალი ერთ მხარეს გადადის. პირველი დღის საჭმელი უკვე გვაქვს. შემდეგი საქმეა ცეცხლის დანთება, რადგან აქ ეხლა ნესტიანია. მგონი ცოტა წყალი გვაქვს, მაგრამ კაცო, არ ვიცი, ცეცხლის დანთებას შეძლებთ თუ არა. შეიძლება საშიმი მოგვიწიოს. სოდა დასალევი ჯდება ბიჭებო. ნახეთ, ცოტა ხმის წინ წვიმდა. უჰუ! ცოტა სითხე. დღეს ძალიან დამღლელი იყო. თავშესაფრის აშენება, ნადირობა და ყველაფერი ეს. გვჭირდება ცეცხლი და მეტი დასალევი ბიჭებო. სხვა შემთხვევაში დიდხანს ვერ გავძლებთ. ალბათ ეს ხვალდივამდე გვეყოფა. და მე დილით პირველივე საქმედ მინდა სანაპიროზე ძებნა დავიწყო და ვნახო, შეძლებთ თუ აქვს თუ არა რაიმე ჩამორეცხილი ბოთლების. იქნებ ქოქოსის ან სხვა რამის პოვნას, რაც დაგვეხმარება გადარჩენაში. ეხლა კი პრობლემა გვაქვს. თელი შუა დღე წვიმდა და არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ცეცხლის დანთებას. აი ეს რაღაცები აქ. ხედავ, ისინი თითქოს დამალულია. ეს არის საუკეთესო ანთების მასალა, რაც შეგიძლია ამ კუნძულზე იპოვო. ასე რომ თუ ეს ნაპერწკალს არ აიღებს, სხვა არაფერი აიღებს. არი ინთება ძმაო, როგორც კი ცოტა საინთება, მაშინვე ქრება. არ მიდის საქმე, ძალიან ნესტიანია. მართლა მინდოდა ცეცხლი დამენთო, რომ ის თევზი შემეწვა ძმაო. ალბათ დღეს ღამით გავირინებით, რადგან ცეცხლის დანთება ვერ შევძელით. აქ ყველაფერი სველია სიტყვა სიტყვით. კარგი დღე იქნებოდა, რომ ბატი ყოფილიყავი, მაგრამ თევზის შეწვაც ვერ გამოგვივა. მგონი პრიმიტიულად მოგვიტერს ჭამა ძმაო, როგორც არის? უმად. ეს დანა არ არის ამისთვის შესაფერისი ბიჭებო. დიდი ძველი მაჩეტეა, მაგრამ საქმეს მაინც გააკეთებს. უბრალოდ ავიგებ ჩემს დანას და ვეცდები, რომ საშიმის კარგი ნაჭრები გავჭა. ცოტა უმიხორცი. ღმერთო ჩემო, ხორცი ისეთი თეთრი და ნაზია ბიჭებო. ეს ყველაზე ახალია, რაც შეიძლება იყოს. საშიმი, თეთრი. მოდით ვწადოთ, ნახოთ როგორ გამოვა. ეს მართლა ძალიან კარგია საშინო. კუნძულებზე სოიოს соуსი რო გქონდეს, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ ვჩივი. ეხლა საშიმის ჭამას ვაპირებ ბიჭებო, ბანაკში ავალთ, მგონია ცივი ღამე იქნება. არანაირად არ დავასრულებ ამ გამოწვევას, ისე რომ ცეცხლი არ დავანთო და კიდევ წყალი არ მოვაგროვო. და ხვალდილით კუნძულის მეორე მხარესაც უნდა გადავიდეთ, რომ ნახოთ, რას დაგვიტოვა კაპიტანმა. ეხლა ჩვენი ფლაუნდერის ნახევარს ვჭამთ. დანარჩენს ცოტა მოგვიანებისთვის შევინახავ, თუ ღამით მომშივდება. კარგი ბიჭებო, ეხლა ღამისთვის ვემზადები. უბრალოდ აქ ვზივარ სანაპიროზე და ერთი წუთით ყველაფრისთვის მადლიერებას გამოვერებას. გაო! ვიცი რომ ამ არხზე ბევრი თქვენგანი მიყვება ჩემს მოგზაურობას. თქვენ მართლა შეცვალეთ ჩემი ცხოვრება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სიტყვა სიტყვით, რამდენიმე წლის წინ ჩვეულებრივ სამსახურში ვმუშაობდი. უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. გამოვედი, კორპორატიულ სამყაროში ვმუშაობდი, ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებდი, რასაც შეძლებდი რომ ფული მეშოვა. და ეხლა ამ კუნძულზე ვზივარ და ჩემს ოცნებას ვასრულებ. თქვენთან ერთად მოგზაურობ ამ თავგადასავლებში. მართლა შეცვალეთ ჩემი ცხოვრება და უსაზღროდ მადლიერი ვარ თქვენთვის. მართლა თუ იმეს ოცნება აქვს და ეშინია მის კენსულის, უბრალოდ მიიღებით მას მეგობრებო, რადგან მართლა თქვენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს. შეხედეთ ამას ეხლა, ეს ყველაფერი თქვენ გამოა. ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის. თუ არ შეწყვეთ ჩემს ხემსხარდაჭერას, გპირდებით, არასდროს შევწყვეთ ვიდეოების გაკეთებას. არ მინდა აქ მარტო ამ კუნძულზე ვიტირო, მაგრამ თქვენ ყველაზე მეტად მიყვარხართ. რადგან კუნძულზე თითქმის სიბნელეა თუ რამე უცნაური მოხდება, ამ ღამით აუცილებლად შეგატყობინებთ. იმედია წვიმა არ დაიწყება, ეხლა საკმაოდ თბილა აქ. იოგას მადები მაქვს და თავშესაფარიც გვაქვს, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება? აქ გველებიც არიან. აქ მოდიან ველური ცხოველები, კუები და კიდევ უამრავი სხვა რამ. მაშ, ან ჰამის განმავლობაში, ან ხვალდილით, ადრე ისევ გნახავთ ბიჭებო.
დილამშვიდობისა ბიჭეგო. კაცო, გუშინ ღამით თითქმის არ დაგვიძინია. ვტრიალებდით და ვერ ვისვენებდით. მე კი მციო და რადგან ცეცხლის დათება ვერ შევძელით. ეხლა მხოლოდ რამდენიმე რამ აქვს გონებაში. პირი ისე გამომიშრა, როგორც საჰარის უდაბნო. ასე რომ, უნდა ვიპოვოთ რაიმე სითხე ბიჭებო. ასევე მინდა რომ კუნძულის მეორე მხარეს დავიდე და ვნახო, რას დამიტოვა კაპიტანმა. ცეცხლის დანთება გჭირდება. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კუნძულზე. თავშესაფარმა ძალიან კარგად დაუძლო. როგორც ვედათ, ბევრი ჩრდილი გვაქვს და ქარსაც გაგადაჩერებს. სითხე გჭირდება ამ კუნძულზე ბიჭებო. ეხლა ძალიან გჭირდება. აქ უამრავი ქოქოსია. ესენი ელპობია. სუნიც იგრძნობა ბიჭებო. თუ მჟავე სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ელპობია. რამე? არაფერი. ძველი მტვრიანი ქოქოსი. ეს კარგად გამოიყურება. ჩვენ გვაქვს ქოქოსი, რომელშიც ცოტა სითხეა. ის ძალიან ძველია. ის ნამდვილად ბებერია, მაგრამ ოდნავ მჟავე სუნი აქვს. არ მინდა მეტი ენერგია დავხარჯო ამ ქოქოსის გაწმენდაში, იმიტომ რომ უკვე ვიწურები ოფლით. უბრალოდ გავხსნი მას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ჭიქა, რომელიც გუშინ ვიპოვეთ, ბიჭებო. გონი ნახევრად ელპობია, ბიჭებო. არ მოგატყუეთ. უცნაურად ყარს. როგორც ჩანს, ქოქოსი დადუხდა, მაგრამ მაინც თხევადია. და ამგონია რომ ასე ცუდად იყოს. ასე რომ უნდა შეძლოთ დალევა. ნამდვილად კბილი ქოქოსი არ არის. ეს გჭირდება ძმაო. ამას უსაფრთხოდ შევინახავთ. მინდა ვნახო, რას დაგვიტოვა გუშინ კაპიტანმა, ბიჭებო. წავიდეთ. ვზევით მაღალ ტალღის ნიშნულზე, რადგან შეუძლებელია იქ დატოვებულიყო. გუშინ ღამით წყალიც აიღებდა. მისი ნაკვალევი ვიპოვე. ნახეთ ეს. მისი ნაკვალევი გვაქვს. არ არსებობს? შეხედე ამას. კაპიტანმა გამოსვლისას შუბი დაგვიტოვა. ეს ნამდვილი გადამშენელია. ბიჭებო, ეს ნიშნავს, რომ აქ ნამდვილად შეგვიძლია დიდი ცხოველების ნადირობა. შეგვიძლია ის ხელის შუბი გადავაგდოთ, რომელსაც გუშინ ძალა საერთოდ არ ქონდა. დიდი მადლობა ამ საოცარ კაპიტანს. აქ ბოლომდე ჩავყვებით და ამ სანაპიროს გამოვიკვლევთ. ბანაკში დავბრუნდებით, აღჭურვილობას მოიმარაგებთ და ერთი რამ არის, რაც უნდა გავაკეთოთ. და მერე იქ ვიქნებით. კუნძულებზე სიტუაცია შეიცვალა. ქუდს ვიშორებთ და ნიღაბს ვიღებთ. მაგრამ ბიჭებო, რაც შეიძლება მეტი ენერგია გჭირდება. ასე რომ, ამას ბოლომდე ვსვამთ. ჩვენ ავიგეთ სწრაფი გამამხნევებელი ძვირფასო და უკვე მზად ვართ. მე აღფრთოვანდი, ჩვენ ვართ იქ, ბროლის ფერცისფერ წყალში. ვიღებთ შუბის თოფს. მაქსიმალური ენერგიის გადატვირთვა. ღმერთო ჩემო, ეხლა ყველაფერი ისეთი სუფთაა, ჩვენ მზად ვართ. ეს დიდი საცურაო აუზივითაა, კაცო. წავიდე! ჩვენ წყლის პისტოლეტი გვაქვს, პატარავ. შეხედე როგორ მიდის. შეხედე მაგას. მოიშორე ეგ. ეს კარგი არ არის. შეხედე როგორ მოდის ის ღრუბლები, ღმერთო ჩემო. მოусმინე იმ ქუხილს. ეს სიგიჟეა. ქუხილი და ელვა ყველგან ჩვენს გარშემო.
რთულია ვთქვა, ეს ქარიშხალი დაგვეჯახება თუ არა, მაგრამ მგონია პირდაპირ ჩვენკენ მოდის. არა! აი ესე ხდება ამ კუნძულებზე, კაცო. ერთი წუთით ყველაფერი უბრალოდ ულამაზესია. და შემდეგ კი კოკის პირულად წვიმს. ოხარა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ცეცხლის დანთებას. ეს თევზი აქ ბიჭებო, უნიკორნი ქირურგი თევზია. და ეს იმიტომ რომ კუძზე ამდენი პირია, ეს პირდაპირ ქირურგის დანასკავს. თუ ეს დაგარხამს, გაგჭრის. ამიტომ დაგვიტოვა კაპიტანმა ჰარპუნის თოფი. ვერასდროს დავიჭერდით ამას ხელის ჩუბით. მათი კანი ძალიან მაგარია, ძმაო. ხედავ როგორ სისხავს. ეს იმიტომ რომ ცდილობთ მთელი სისხლი ამოუშვათ ხორციდან. ეხლა ის სრულიად მკვდარია. დიდი ესპანური მაკრელი გამოჩნდა და შორიდან ვესროლე. მგონია რომ იმ ცხოველს რომ მოუხვედროდი შუბს წამართმევდა. არანაირი შანსი არ იყო. თოფზე არც რილი მქონდა და არც არაფერი მსგავსი. ასე რომ რეალურად ცოტა galbimართვა. ნახე, როცა წყალში ვიყავით, მხოლოდ ცოტა წვიმდა. ჯერ კიდევ საკმაოდ მშრალია, მაგრამ უზარმაზარი შტორმი მოდის. თქვენ ახლა ამას ხედავთ. მინდა მეხო თუ შევძლებთ სწრაფად ცეცხლის დანთებას, რომ თევზი შევთვათ. ზუსტად ეს გვჭირდება აქ. ბიჭებო, საკმაოდ სველია, არ მოგატყუებთ. ყველაზე დიდი რაოდენობის ფიჭხი შევაგროვე, რაც შეიძლებოდა. თუ ეს არ აინთება, არაფერი აინთება, კაცო. ბიკებო, ვერ დაიჯერებდით. ჩვენ ავანთეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ცეცხლი და სითბო არ ქონდა, ჩვენ შევძელით, ძმაო. დიახ, აქ თევზი გვექნება. ავიღოთ ჩვენი დანა, წავიდეთ და მოვაგროვოთ ჯოხი, რომლითაც ცეცხლზე დავდებთ. ცეცხლზე დავდებთ, ეს საკმაოდ კარგია. ჩვენ ყოველთვის ვლესავთ მის ბოლოს. თავები და შიგნეულობა გვაქვს. მოიშორეს. თბილი საჭმელი უკვე მზადდება. წავედით, ყველა მიიტანეთ. კომენტარებში მზადდება. მართლა არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე ცეცხლი გიზგიზებს და საჭმელი მასზე მზადდება. თქვენ ნახეთ ბოლო რამდენიმე დღე. აქ ამ კუნძულზე ისე გავიყინეთ, ძულებში ჩამივიდა სიცივე. ვიფიქრე რომ მთელი ეს გამოწვევა მხოლოდ ნედლ თევზს სჭამდი. და თქვი, არა, ასე არ გამოვა. ცეცხლი უნდა დავანთოთ. არ დავნებდით და შევძელით. ნახეთ როგორ იწვის ეს ხორცი. ეხლა გადავიღებთ. ეხლა კანს ავაძრობთ და ვნახავთ რა ხორცი აქვს შიგნით. ნახეთ რა დიდი ნაჭრებია აქ ხორცის. კარგი, მოდი ჩამოვიღოთ.
თბილი, ბოლქვიანი და საოცრად გემრიელია. ღმერთო ჩემო, ეს იმდენად გემრიელია. რაღაცაც განსაკუთრებულია, როცა ახალ თევზს ცეცხლზე ამზადება აქ, მიტოვებულ კუნძულზე. მარტო, მე და თქვენ ბიჭებო. ჭამთ ჩვენს თევზს, ბიჭებო. და ჰორიზონტზე რაღაცას ვხედავ პატარავ. უჰუ! აი იქ არის ნავი, რომელიც ჩვენ წამოგვიყვანს. ჩვენ ეს შევძელით პატარავ. ეს იყო ერთი გიჟური გადარჩენის გამოწვევა. თუ გინდა კიდევ ვიდეოები ნახო, აქ გვაქვს რამდენიმე. და შემდეგ გიჟურ თავგადასავალზე ისევ გნახავთ, მეგობრებო. ადე გავიწფეთ მოწონება და გამოწერა. შერო!